მოგესალმებით, დღეს მოვამზადებ ბელგიურ ვაფლებს ცოცხალ საფუარზე, ეგრეთ წოდებული ზაკვასკა. პირველ მოვათავსებ ახლა საფუარს, რომელიც უკვე გამოკვებილი და აქტიურია და გავხსნი კარგად ერთმანეთში გადავუყევ. შემდეგ ვუმატებთ კვერცხს, შემდეგ თანმიმდევრობით კარგად უნდა გავახსნათ ახლა. დავუმატოთ კვერცხი. ისევ კარგად გადავუყევთ. მე სოფლის კვერცხი მაქვს, ამიტომ ცოტა მოყვითალო ფერი ექნება ჩემს ცომს. კარგად გადავუყევთ. შემდეგ დავუმატოთ გამდინარე კარაქი. რაოდენობებს მივთითებ ვიდეოს ქვემოთ აღწერაში, როგორც ყოველთვის. კარგად უნდა გავხსნათ. ეხლა ვუმატებთ შაქარს, შემდეგ მარილს და სოდას. მე მაქვს ჰიმალაის ვარდისფერი მარილი, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ესეთი ფერი. ეხლა დავუმატოთ სოდა და კარგად გავხსნათ ეს მასაც ერთმანეთში. შემდეგ ვუმატებთ ქვილს. კარგად უნდა გავხსნათ ჩვენი ქვილი, რომ არ დაგვრჩეს, ესე რომ ვთქვათ, ქვილის ბურთები. კარგად გადავურიოთ, უნდა გავხსნათ და შემდეგ ეს მასა უნდა მოვათავსოთ, გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 9 საათი, 15-20 წუთი, აი სანამ არ გააქტიურდება, აი ესეთი ბურთები უნდა გაიგებოს ჩვენი ცოცხალი საფუარის მეშვეობით. შემდეგ კარგად უნდა გავახუროთ ჩვენი ვაფლის აპარატი. ცხიმს არ ვიყენებ, ჩემი საკმარისი ცხიმი აქვს თვითონ ცომს და ჩემი ვაფლის აპარატიც არ საჭიროებს, არ იკრავს არანაირად, არასდროს არ ვიყენებ ხოლმე ცხიმს. შეგვიძლია გამოიყენოთ. მოვათავსებ ახლა ეს საზომი ჭიქა მაქვს, 9 ჭიქა, საკმარისია ერთი ვაფლის დასასხმელად ესე. ვაწყობთ 3-4 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ გადააბრუნოთ ვაფლი, შეგიძლიათ დააცადოთ კიდე და ბოლომდე გამოაცხოთ. ძალიან რბილი და გემრიელი, რაც მთავარია სასარგებლო ვაფლი გამოდის ცოცხალ საფუარზე. ესე რომ მოვამზადეთ აუცილებლად უკავთ ცოცხალი საფუარი და ესეთი ჩემი ვაფლები, საბოლოო შედეგი ესეთია. დროებით, გემშვიდობებით და მადლობა.